ყოველთვის გვინდოდა რომ გვეცხოვრა აი ამ ძველ სახლში, იმიტომ რომ მეც და ჩემს მეუღლესაც ძალიან გვყვარს ბუნება, სოფელი, ძველი სახლები. ამის მიუხედავად მაინც ვერ ვახერხებდით, იმიტომ რომ აქ არ გვქონდა სამსახური და მაშინ, როდესაც ჩემს მეუღლეს შეესთავაზეს მარტვილის კანიონში მუშაობა, უკვე რაღაცა ხელშესახები საშუალება გაჩნდა იმისი, რომ ჩვენა გადმოსულიყავით საცხოვრებლად და სახლი იყიდეთ? არა, სახლი წინაპრების არის. მუშაობდი ამ დროს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში და მომიწია ამ სამსახურისთან წამოსვლა. დამწყდა გული ერთი მხრივ, იმიტომ რომ ძალიან კარგი სამსახური და სამუშაო გარემო და საქმე იყო, რასაც ვაკეთებდი, თუმცა მეორე მხრივ რაღაცნაირად ეს ავანტიურაც ძალიან გვხიბლავდა ორივეს, რომ რაღაცა სრულად ახალ გარემოში ნულიდან უნდა დაგვეწყო ყველაფერი. შიში იყო? საერთოდ არ იყო შიში. არ ვიცი, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, შეიძლება უფრო მეშინოდეს და უფრო სარისკოდ ვთვლიდე, თუმცა იმ ასაკში, იმ გადასახედიდან, იმ პერსპექტივიდან საერთოდ არანაირი რისკის განცდა არ ყოფილა. გადმოსვლის შემდეგ რაღაცნაირად თანდათან გამოჩნდა ის თქო გამოიკვეთა ის კონტურები, რა შეიძლება და აქ ვეკეთებინა. ზუსტად ვიცოდით თავიდანვე რომ ვენახს ვაშენებდით, რომ ღვინო უნდა დაგვეყენებინა. შემდეგ აი უკვე ტურიზმის წამოწყების იდეაც გაჩნდა და ჩვენთვის მოულოდნელად ძალიან მალე გავითქვით სახელი. ჩვენ არ გვქონდა საწყისი კაპიტალი. არანაირი ინვესტიციით არ მოვსულვართ აქ. საკმაოდ ბევრს არ სჯერა ეს და სკეპტიკურად არიან განწყობილი, როცა ამას ყვები, მაგრამ მართლა ასე იყო. ჩვენ გვქონდა დიდი სესხი იმის გამო, რომ ოდას ისეთ ფორმაში მოვიყვანეთ, რომ გვეცხოვრა ბავშვებთან ერთად, იმიტომ რომ ეს იყო ძველი სახლი და მაშინ უბრალოდ ზამთარში ვერ ვიცხოვრებდით. არ ვიცოდით როგორ წამოგვეწყო ბიზნესი და ამასობაში გამოჩნდნენ მეგობრები, ვინც ერთ-ერთ რაღაც პროგრამაში წარუმატებლობის შემდეგ შემოგთავაზეს, რომ ფინანსურად გარკვეული პერიოდი შეეძლოთ, რომ ინვესტირება მოეხდინათ ოდაში და აი ესე დავიწყეთ ჩვენ ბიზნესი. შევიძინეთ ნაჭრის კარვები, მაგიდები და სკამები და ჭურჭელი. და აი ესე დავიწყეთ მასპინძლობა. ამასობაში დაგვეხმარა ძალიან USAID-ის პროგრამა ზრდა Activity in Georgia და მათ პირველ რიგში თავიდან დაგვეხმარნენ, რომ აი ტუროპერატორებისთვის ჩვენი თავი გაგვეცნა. შემდეგ უკვე ახალი სამზარეულოს მშენებლობაში დაგვეხმარნენ, შემდეგ სახელმწიფო პროგრამებში მივიღეთ მონაწილეობა და აი მოკლედ ასე შევავსეთ ფინანსებზე წვდომის პრობლემა ჩვენ. მეორე ძალიან დიდი პრობლემა არის, რომ დღემდე არ აქვს გაზი. საოჯახო ბიზნესია და განაწილებული გვაქვს ფუნქციები, ბავშვებიც კი არიან მეღვინეობაში ჩართული. აი ხლა რამდენიმე დღის წინ მასხამდით ღვინოებს და ვიღაცა ერთი ბავშვი დაუშვათ ყუთში ალაგებს, მეორე ჩაჩებს ახურავს და მშობლები და რაღაცა ყველანი ვართ ჩართული. პირველი ღვინო ეს იყო ძალიან მცირე რაოდენობით. ოჯალეში დავწურე სხვათა შორის მაშინ და გადავწყვიტე რომ მოდი ჭაჭის გარეშე დავწურავ თქო, დავადუღებ თქო და იყო გამოვიდა რაღაცა იმ გვიანი რთველის პირობებში გამოვიდა ძალიან ღია ფერის. ამა ბევრი გააკვირვა, ბევრი ცოტა ესე განაწყო კრიტიკულადაც, მაგრამ რაღაცა მომეწონა ეს ექსპერიმენტი და ბევრს ღვინის პროფესიონალს ძალიან მოეწონა თავისთავად ღვინო. დამწყებმა შეიძლება ადამიანმა, რომელსაც შეიძლება ბევრი არ ქონდეს ნაფიქრი, რაღაცა თავისი რაღაცა გაუცნობიერებლობით შეიძლება უფრო კარგი რაღაცა შექმნას, ვიდრე დაუშვათ წლების მუშაობის შემდეგ ადამიანი 2017 წელს ორბელური ოჯალეში და 16 წელს ორბელური ოჯალეში დაემატა ლეჩხუმიდან ჩემს პორტფოლიოს და თანდათან ნელ-ნელა ამ ყველაფერმა ცოტა ბიზნესის სახე მიიღო. იმიტომ რომ გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც უნდოდა ყიდვა ჩემი ღვინის. გამოჩნდა უკვე იმპორტიორი ამერიკაში და გავიდა ეს ღვინო ამერიკაში. და აი შემდეგ წელს უკვე ამერიკიდან ისეთი ხალხი ჩამოვიდა ოდაში, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ აი თქვენი ღვინო ვიცი, ორბელური ოჯალეში აი ამ მოსავლის ესეთი ღვინოა, ძალიან მოგვეწონა, ესე მომხმარებლები ასეთ რაღაცებს გვეუბნებიან და
იმდენად უკვე აქ ცხოვრობდით. კი, აი 2016-ში გადმოვედით და იმდენად შთამაგონებელი იყო ეს ჩემთვის, რომ აი რაღაცა, რასაც აკეთებ 200 ბოთლით დაიწყე, მე 600 ბოთლი, აი უკვე ძალიან სერიოზულად ჩამოფიქრა, რომ გარკვეულწილად, არა რაღაცა კატასტროფულად გაზრდაზე, მაგრამ გარკვეულწილად უნდა გაგვეფართოებინა ბიზნესი. დღიდან მეღვინეობის დაწყებისა ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი ღვინის სტიკერები რაღაცნაირად სხვა სოციალურ თემატიკას გამოხმაურებოდა. ჩემი პირველი ღვინო შიშველი ოჯალეში, რომლის სტიკერიც გადმოსცემს ქალთა მდგომარეობას. ქალი ესე ვთქვათ ერთგვარად სადღეგრძელოშია დამწყდეული, ეს ჭიქაში დამწყდეული ქალი სწორედ მაგას გადმოსცემს. ძალიან ხშირად სამწუხაროდ გვესმის, რომ ძალადობის მსხვერპლები არიან ქალები და ეს ასე ვთქვათ ერთგვარი ოპოზიცია აქ წერია ტერუარი versus ტერორი. საქართველოს როგორც აი მტერნის მეტაფორით ჩვენი რუკა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც აი დათვი შეჭამს ხოლმე მტევანს, აი ეს აქვს მოჭმული და აი აქ 20% ჩემი ქვეყნის არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს ღვინო გადის ექსპორტზე. რუსეთიდან რამდენჯერმე გქონდა ღვინის ექსპორტზე თხოვნა და ჩვენ ვუთხარით, რომ თუ აი ამ სტიკერიც მიიღებდნენ ღვინოს, ჩვენ ვიყავით თანახმა და რამდენიმე უარი თქვა და მათ არ მივყიდეთ ჩვენი ღვინო და ერთი ადამიანი იყო თანახმა და მან გარკვეული რაოდენობა გაიტანა ის სწორედ ამ ეტიკეტით. დღემდე ყავს ადამიანები, მე ვენახები პარტნიორები, რომლებისგანაც ჩვენ სტაბილურად ყიდულობთ ყურძენს, ეს არ არის ეგრეთ წოდებული ჩაბარება, ეს არის მთელი წლის მანძილზე ყურძნის ხარისხის მონიტორინგი, ვენახის მონიტორინგი. გარდა ამისა, ჩვენი ვენახიც გავაშენეთ და ეს იყო 2016 წელს, როდესაც ვენახი ყოს ფაქტობრივად ვენახს არავინ არ აშენებდა სამეგრელოში. ყველას ქონდა თხილი და მაშინ თხილი 10 ლარად იყიდებოდა კილო. უზარმაზარი ბაღის ნაცვლად ვენახი ჩავყარეთ და ყველას გიჟები ვეგონეთ, რომ აი ვენახს ვინ აშენებს სამეგრელოში. რა დროს ვენახია ხალხო. ტურისტი იღებს იმ მომსახურებას, ტრადიციულად რასაც შეიძლება სთავაზობდეს ღვინის ტურიზმის სტუმარს, ეს არის ღვინის დეგუსტაცია, ცხადია. გვაქვს წელს მაგალითად 9 სახეობის ღვინო გვაქვს 4 ჯიშისგან დაყენებული. ასევე ტური ვენახსა და მარანში, სადაც მე ვუტარებ ხოლმე პატარა ესე ვთქვათ ლექციასავით სამეგრელოს მევენახეობა მეღვინეობის ისტორიაზე. გვაქვს რესტორანი, ოდარი, ერთ-ერთი უკვე ძალიან ვამაყობ-ამითი, რომ დასავლეთ საქართველოში არის ერთ-ერთი ესე ვთქვათ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი. მეგრულ სამზარეულოს ვთავაზობთ ცხადია სტუმრებს, აქაურ ღვინოებთან შეწყვილებულს. ასევე ესე ვთქვათ სამზარეულოს მასტერ-კლასებს, როგორც უწოდებენ, ამას ვაჩვენებთ ხოლმე განსაკუთრებული პოპულარობით ელარჯი სარგებლობს. ძალიან შეიცვალა ვითარება პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა წელს ოდააპირებდა გეგმაში ვქონდა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა სრულ განაკვეთზე 10-მდე გავზრდიდით, 10 ადამიანამდე. თუმცა ეს ვერ მოხერხდა წელს და ისევ დღიურ განაკვეთზე ვართ გადასული და ისევ ყველას ვერ ვასაქმებ. მოთხოვნაც ფაქტობრივად, ალბათ 90%-ით შემცირდა წელს, იმიტომ რომ მით უმეტეს ჩვენ უფრო საერთაშორისო ტურიზმზე ვიყავით დამოკიდებული. ძალიან ბევრს არ სჯერა, რომ მაგალითად ქალი შეიძლება იყოს მეღვინე. და მით უმეტეს, როდესაც მეუღლეც მეღვინეა, ყოველთვის ფიქრობენ, რომ აი რაღაცა ეს ერთ-ერთი მარკეტინგული ხაზია მეუღლის მეღვინეობის და მაგალითად ცოტა ნაკლებად სარწმუნოა, რომ გადაწყვეტილებებს მართლა ქალი იღებს და დაუშვათ მეუღლე არ ერევა უშუალოდ რთველის და ღვინის დაყენების საკითხებში და რაღაცა ვფიქრობ, რომ ეს ცნობიერებაც ნელ-ნელა ასე ვთქვათ ამაღლდება საქართველოში, იმიტომ ბევრი ძალიან კარგი ქალი მეღვინე მოდის და ესენი ამსხრევენ ამ სტერეოტიპებს. ზაფორმულები მაინდა-მაინც არა მაქვს, მაგრამ ალბათ ვფიქრობ, რომ დაბრკოლებების მიმართ ვიყოთ უფრო მეტად შემგოებლები. ძალიან არ უნდა მოკლედ დავხარჯო დიდი ენერგია იმ დაბრკოლებების მიმართ, რასაც თუნდაც კულტურა გვახვედრებს ქალებს როგორც ლიდერებს და უბრალოდ ჩვენი მიზნისკენ უფრო კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და ჩვენი საქმის სიყვარულით
რაღაცნაირად აი მთლიანად აი საქმეზე კონცენტრირდეთ და არა რაღაცა გარე ფაქტორებზე, რომლებიც შეიძლება ხელს გვიშლიდეს. დღეს რომ ვიწყებდე, კაია რომ დღეს არ ვიწყებ, იმიტომ რომ შეიძლება უფრო რაღაცები შემშინებოდა. რას შევცვლიდი? არაფერსიც არ შევცვლიდი, ალბათ ესე იქნებოდა. ისე.